Naționaliștii opoziției sfârșitanați ismis შეკითხვები რომ რას ნიშნავს თარიღის გამოცხადება. უნდა გითხრათ რომ საქართველოში 90-იან წლებიდან მოყოლებული ყველა ხელისუფლება შეიცვალა რევოლუციით ან რევოლუციის ფონზე. ერთადერთი ხელისუფლება რომელიც ასე ვთქვათ საარჩევნო ყუთთან საარჩევნო ბიულეტენით შეიცვალა ეს არის მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება 2012 წლის 1 ოქტომბერში. მანამდე ასეთი ფაქტი არ ფიქსირდება ჩვენ ხელისუფლებების შევცვალეთ არჩევნებითა და რევოლუციის ფონით. და პრაქტიკულად ეხლა ჩვენ ყავს ხელისუფლება რომელიც უზურპირებულია, რომელსაც არ ვცნობთ ასე ვთქვათ, შიგა ლეგიტიმაცია არ აქვს. მას არ ცნობს ჩვენი ყოფილი მოკავშირეები. ყოფილს იმიტომ ვამბობ, რომ ისინი არ არიან ხელისუფლების ქართველი ხალხის მოკავშირეები არიან, მაგრამ არ არიან ასე ვთქვათ, სახელმწიფო ხელისუფლების მოკავშირეები. ჩვენ მივალდებულებთ თავს, რომ საქართველოს საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ ძალიან მძიმე საშიში მდგომარეობაში ვართ და ვახსენებთ იმ წარსულის ისტორიას, რომლის მიხედვითაც, რომლის დროსაც ხელისუფლება ამ დაგვარი წესით შეიცვალა და მე როცა დღეს პაატა ბურჭულაძეს ერთად ბრიფინგზე გამოვედი, თქვი რომ მე ვარ იმ რეგიონიდან, რომელსაც ყველაზე მეტი გამოცდილება აქვს, მოდი ამაში ყველა შევეჯიბრები, ყველაზე მეტი გამოცდილება აქვს, რომელიც ცხოვრობდა მრავალწლიანი რეჟიმის პირობებში და რომელთანაც ჩვენ მუდმივი ბრძოლა ჰქონდა საარჩევნო ყუთებთან, საარჩევნო ბიულეტენით, მაგრამ რახან ეს იყო რეჟიმი, მისი შეცვლა პრაქტიკულად გახდა შეუძლებელი. ბოლოს მოხდა ისე, რომ 2004 წლის 6 მაისს ყოველგვარი დაგეგმვის გარეშე, ყოველგვარი თარიღის გამოცხადების გარეშე ჩვენ გამოვაცხადეთ მახსოვს 2004 წლის 4 მაისს, რომ ვიკრიბებით უნივერსიტეტის ეზოს წინ, უნივერსიტეტის ფოიესთან, უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად. ჩვენ დაახლოებით 15-20 კაცი მივედით უნივერსიტეტის ეზოში, დაახლოებით ამდენივე ადამიანი შეხვდა სტუდენტობა, შევიკრიბეთ 30-40 კაცი და მე ხალხმრავალი მიტინგი ჩატარდა და მაგრამ ეს ხალხმრავალი მიტინგი არ ყოფილა 1 მილიონიდან 9 მილიონი ადამიანი. ეს იყო საკმარისი რაოდენობა მოსახლეობისა. ერთად შევძახეთ რომ ასლანბაშიძე შენ ვერ გააგრძელებ ხელისუფლებას და 6 მაისი გათენდა ისე გიორგობის დღე რომ ასლანბაშიძე უკვე ხელისუფალი აღარ იყო. ანუ მე ამით იმის თქმა მინდა რომ რევოლუცია კი არის გეგმება, რევოლუცია დაიბადება და სწორედ ეს თქვი რომ ჩვენიერ დღეს ასლანბაშიძე ხელისუფლებაში იყო, მე ამ სტუდიაში ვთქვი 13 წელი და 3 თვე. ბიძინა ივანიშვილი 1 ოქტომბერს 13 წელს აათავებს, რაც ხელისუფლებაშია. მას აღარ უნდა მივცეთ, რომ მოხსნას ეს უზურპაციის რეკორდი, ასლანაბაშიძის რეკორდი. ის უნდა დამთავრდეს, ის უნდა წამშრალდეს, ის უნდა დასრულდეს, ის უნდა წავიდეს. ის ატარებს, რატო ვამბობთ 4 ოქტომბერს, ის ატარებს 4 ოქტომბერს არჩევნებს. და მარჩევნებს რომ არავინ არ ცნობს, ოპოზიცია არ ცნობს. გასაგებია რომ რაღაც პოლიტიკური პარტიები ღებულობენ მონაწილეობას, მაგრამ უმრავლესობა პოლიტიკური პარტიები არ ღებულობენ. ოპოზიციური ამომრჩევლის უდიდესი ნაწილი არ ღებულობს მონაწილეობას. დასავლელი პარტნიორები გვეუბნებიან, რომ ეს არჩევნები უზურპირებულია, რომ რუსული სპეცოპერაციაა და ჩვენ ვამბობ, რომ დაეშენ ჩაატარე 4 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები. ჩვენ ვატარებთ რუსთაველზე დიდ კრებას, საერთო სახალხო კრებას, საერთო სახალხო ყრილობას, საერთო სახალხო შეკრებას, საერთო სახალხო სიტყვა უნდა ვთქვათ, საერთო სახალხო გეგმა უნდა გამოვაცხადოთ. ეს არის 4 ოქტომბერი, მის საწინააღმდეგოდ. ის ატარებს და ჩაატაროს. მე კი არ ვამბობ მე ამ გზით ვინმე საარჩევნო ყუთთან მისვლას უშლი ხელს და მივიდეს და რაც უნდა ის გააკეთოს. მე არ მივალ, მე არ ვცნობ. არ ჩავატარეთ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები, ბათუმიდან ვარ მე. ბათუმში ჩავატარეთ თვითმმართველობის არჩევნები 2021 წელს და 35 კაციან საკრებულოში 19-მა კაცმა მიიღო ოპოზიციური მანდატი. ანუ 35 კაციდან 19 კაცი იყო ოპოზიციიდან, მხოლოდ 16 იყო ქართული ოცნების წევრი. მე რაქნა ბიძინა ივანიშვილმა რაქნადან უგზარ ფუტკარაძე მოკლა იმისათვის რომ ძალთა ბალანსი შეცვლილიყო. მე რაქნა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა ის რომ ამოიღო ფული ჯიბიდან და დაარიგა და ვიღაცები იყიდა. მე დააბრუნეთ მაშინ 2021 წელი და მისთვის ბათუმის საკრებულოში ხალხის არჩევანი რაც გააკეთა 2021 წელს ხალხმა თქვა რომ არა მე არ მჭირდება ბიძინა ივანიშვილის ქართული ოცნება, მე მჭირდება ოპოზიცია ხელისუფლებაში. მოვიგეთ ქალაქის მერი უნდა იყოს ოპოზიციიდან, კომისიის თავმჯდომარეები უნდა იყოს ოპოზიციიდან, საკრებულოს
თავმჯდომარე უნდა იყოს ოპოზიციიდან, რატომ არ არის? ეს კაცი არ გიტარებს არჩევნებს და როცა არჩევნებს არ ატარებს რეჟიმთან კოლაბორაცია არის დაუშვებელი. რეჟიმი არ მარცხდება საარჩევნო ყუთით, რეჟიმი არ მარცხდება საარჩევნო ბიულეტენით. რეჟიმი მარცხდება მაგარი მიწოლით, მაგარი პროტესტით, დიდი ერთიანობით, განსაკუთრებულად ეხლა მე ის მინდა რეალური ერთიანობით და არა ისე იცილო. დღეს რეალური ერთიანობა არ გვაქვს. რაღაც ნაწილი ამ განცხადებას აკეთებს, რაღაც ნაწილი იმ განცხადებას აკეთებს. ნუ შეგეშინდებათ ამ თარიღების დასახელებით. მაგალითად ბათუმში დასახელებულია 2 აგვისტო. ახლა ბატონო, არა, ნუ ვიღაცებს ეშინიათ. ძალიან ცუდია. მე მათ ბუნებრივად გადახვედით იმ თემაზე. აი ვის ეშინია, ან ვის შეატყვეთ ეს არა, მე მესმის რომ ოპოზიცია გაკეთდა მე ვერ მათქმევინებ. არ ყოფილა ასეთი ისტორიას არ ახსოვს. 30-35 წელია პოლიტიკაში ვარ, მე ოპოზიციას ვაგინო. ისინი ჩვენი მოკავშირეები არიან. ისინი ბიზინა ივანიშვილს არ აძლევენ ხმას. ისინი დგანან რუსთაველზე. ისინი იხდიან უწყვეტი პროტესტის ლიდერები არიან, ვინც ეს განცხადებები გააკეთა გუშინ და დღეს აკეთებენ. რატო ჩამოვკიდეთ თარიღი და ამ თარიღის შიში არ მაქვს. თარიღსაც ჩამოვკიდებ, წელსაც ჩამოვკიდებ, რიცხვსაც ჩამოვკიდებ და თვესაც ჩამოვკიდებ. ბიზინა ივანიშვილის გასასტუმრებლად ნებისმიერ რამეს გავაკეთებ. და ეს ერთ-ერთი ნებისმიერიდან ერთ-ერთია 4 ოქტომბერი. 4 ოქტომბერი, იმიტომ რომ 4 ოქტომბერს ის არჩევნებს მიტარებს და მე არ ვატარებ ამ არჩევნებს, არ ვცნობ ამ არჩევნებს. აი რატო გისვამთ ახლა კითხვას, აი მაგალითად მე როგორც ერთ მოქალაქეს, ჟურნალისტს, რომელიც აკვირდება ამ პროცესს, აი მეც კი მრჩება შტაბ-შტილება, რომ შესაძლოა თქვენ პოლიტიკოსებმა რაღაც იცით უფრო მეტი, არ ვიცი, ან ზოგად პროცესზე, ან ერთმანეთზე არ ვიცი და ჩვენ ვისმენთ რაღაც ასეთ ხელაღებულ შეფასებებს ერთმანეთის მიმართ, რაშიც მე ვეთანხმებ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, რომ ეს შესაძლოა საერთო პროცესს აზიანებდეს და კონკრეტულად ივანიშვილის წისქვილზე ასხამდეს წყალს. აი შეფასებების ნაწილი, ხო, მაგალითად აი სუსია, ის სასარგებლო იდიოტია, რაღაც იქ ასევე თორსებით ინა საუბრობდა სუსის ინფილტრაციაზე, ასე შემდეგ. აი ეს ხალხი ვინ არიან ოპოზიციაში? არა, ეს ხალხი არიან ოპოზიციონერები. ეს პოლიტიკურად მცდარი მოსაზრებებია. რომელიც ფასია, ისინი არა, ისინი არ ამბობენ რომ წინააღმდეგობას რატო ამას არ ამბობენ. ისინი ამბობენ რატო ასახელებ თარიღს და თარიღი თუ არ დავასახელე, ადამიანი როგორ მოვიწვიო მე კრებაზე. თარიღს ვასახელებ კრებაზე მოსასვლელად. თარიღს, საათს, რიცხვს და ადგილმდებარეობას, გეოგრაფიას ვუთითებ. აბა რანაირად თქვა რომ ხალხო მოდი შევიკრიბოთ და არ დავასახელო თარიღი, რანაირად შევიკრიბოთ, სად შევიკრიბოთ, რომელ გეოგრაფიას შევიკრიბოთ, რისთვის შევიკრიბოთ. მე ვამბობ რომ 4 ოქტომბერი მნიშვნელოვანი თარიღია. მანამდეც არის თარიღი ბათუმში 2 აგვისტოს მარში იმართება. რა ვქნათ? აი 2 აგვისტო რატო დაასახელა იმ 8 ოპოზიციურმა პარტიამ? მე 2 აგვისტოს მივალ ბათუმში ვიქნები, აუცილებლად მივალ და იმ მარშში მივიღებ მონაწილეობას. მეორემ დაასახელა 4 ოქტომბერი, 4 ოქტომბერსაც მივალ. მესამე 1 ოქტომბერს დაასახელებს. მაგალითად 13 წლის თავზე ბიზინა ივანიშვილის მაგარი პანგური უნდა მოკრათ. ისინი კი არ ამბობენ წინააღმდეგობას მოუწევთო. ისინი ამბობენ თარიღს რატო ასახელებო და რატო არ დავასახელო ეს თარიღი ამიხსნა. ეს ყველა დღე ივანიშვილის მშვიდობიანი დამხობის ტოლფასი იქნება ეს სხვადასხვა თარიღი რომელიც თქმა უნდა. ანუ თქვენ ხო გესმით, იმიტომ რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს აქვს, ზოგს უფრო მეტი უნდოდა ამ პროცესიდან, ზოგს ნაკლები, ზოგი ფიქრობს რომ აი ყველა გზა მისაღებია, როდესაც რეჟიმთან და თქვენი შეფასებით რუსულ რეჟიმთან გაქვს საქმე, გესმით ხომ? აი სხვადასხვა მოლოდინია საზოგადოების ასე არის სხვადასხვა აზრები, მაგრამ შესაძლოა მეტ განმარტებას საჭიროებდეს ეს ვიძლევი ამ განმარტებას რა არის ძალიან მარტივი საშუალება და პირიქით მადლობა რომ მომიწვიეთ და უფრო ფართო საშუალებას მაძლევთ რომ განმარტება გავაკეთო. იმიტომ 4 ოქტომბერი, იმიტომ დავასახელებ. იმიტომ რომ ეჭვის საფუძველი არის ხოლმე აი ზოგიერთი ოპოზიციონერისგან გამიგია რომ აი კონკრეტული თემა იმიტომ არის შემოტანილი რომ დაზიანდეს რაღაც გარკვეული პროცესი, ხო? არა, ამ კითხვაზეც რა სიტყვით, აი თქვა ახლა კონკრეტულად აი ამ თარიღის თქმის მიზანი და ასე ვთქვათ სიცხადე ამ პროცესში თქვენ რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ რომ ამაზე ვთქვათ კიდევ უფრო მეტი მოგიყვანეთ მე მაგალითი ამ კონკრეტულ გეგმაზე ნაკლები ფრუსტრაციიდან გამომდინარე. ახლა ის პოლიტიკოსები ნუ შემეჯიბრებიან ვისაც ხელისუფლება არ შეუცვლია ამ გზით. ნუ შემეჯიბრებით რა. იმიტომ რომ აბაშიძის ხელისუფლების შეცვლაში ის შორიდან კი არ ექსპერტი კი არ ვიყავი.
გადამწყვეტი როლი მაქვს დათამაში და შევარდნაძის ხელისუფლების შეცვლაშიც გადამწყვეტი როლი მაქვს დათამაშები. მიშა სააკაშვილი რას ამბობდა, როცა 23 ნოემბერს ასე ვთქვათ ვარდების რევოლუცია მოხდა. სათქვა რომ 23 ნოემბერს გინდა თუ არ გინდა 23 ნოემბერს შევიკრიბოთ და შევარდნაძე ასე არ უთქვამს. მიშა სააკაშვილი ამბობდა რომ არჩევნები არის გაყალბებული და ჩვენ რუსთაველზე ვიდექით 5 ნოემბრის შემდეგ, 6-7 ნოემბრის შემდეგ უწყვეტად ვიდექით ვიდრე 23 ნოემბრამდე. ის ამბობდა რომ შევარდნაძეს არ ჩავატარებინოთ პირველი სხდომა, პირველი სესია. ასე იყო და შევიდა საქართველოს პარლამენტში და იმის მერე მიიღე ეს შუქი. იმის მერე მიიღე ჰილტონი და რედისონი. იმის მერე მიიღე დემოკრატიული ინსტიტუტები, იმის მერე მიიღე სახელმწიფო დროშა, იმის მერე მიიღე ჰიმნი, იმის მერე მიიღე ეკონომიკის გაზრდა. ცვლილება საჭირო არ, ნუ გაშინებთ სიტყვა რევოლუცია, ნუ შეგაშინებთ. ასლანაბაშიძე უნდა ყოფილიყო აჭარაში მუდმივად 13 წელი და 3 თვე იყო. 4 მაისი გამოვაცხადეთ, რომ მოდი შევიგრიბოთ უნივერსიტეტის წინ და მოდი ყველამ ერთად თქვათ, რომ ასლან წადი და მართლაც ყველამ ერთად თქვით, მაგრამ 4-ში კი არ დაგვისრულებია, დასრულდა 6-ში. ანუ მე ამით იმის თქმა მინდა, რომ ეს ჩამოკიდებული თარიღი არ ნიშნავს რევოლუციას. რევოლუციას ნიშნავს მე და თქვენ რომ ვლაპარაკობთ. ესეც რევოლუციის შემადგენელი ნაწილია. ვიღაცამ რომ ტექსტი დაწერა Facebook-ზე, ისიც რევოლუციის შემადგენელი ნაწილია. 60-ზე მეტი კაცი რომ ციხეში ზის, ისიც რევოლუციის შემადგენელი ნაწილია. უწყვეტი პროტესტი რომ მიმდინარეობს 9 თვე და მეტი ხნის განმავლობაში, ესეც რევოლუციის შემადგენელი ნაწილია. მე ერთადერთ რამეს ვამბობ, ბიძინა ივანიშვილთან არ შევდივართ არჩევნებში. ეს არის მთავარი. ანუ არჩევნებში რო არ შედიხარ, ესე იგი ბიძინა ივანიშვილის არჩევნების მიღმა და ამას ბიძინა ივანიშვილმა გინდა რევოლუცია დაარქვას, გინდა ფიცლები დაარქვას, გინდა პანგური დაარქვას და გინდა ჯანდაბა დაარქვას. მე ვამბობ რომ ბიძინა ივანიშვილი არ მიდის არჩევნების გზით, ის უნდა წავიდეს დიდი ერთიანობით, ეს უნდა იყოს რეალური კონსოლიდაცია. ის რვა პოლიტიკური პარტია, რატო რვა პოლიტიკური პარტია და რატომ 18 არა? წავიდესო გეუბნებიან სხვათა შორის, ანუ მე კი არ ვარ თქვენი. კი ბატონო, ამაში ხომ თანხმდებით. წავიდესო და როგორ მიდის გესმით? აი ამაზე კითხვა, იმიტომ რომ წარსული წლების გამოცდილება კიდევ უფრო მეტად აღრმავებს კითხვებს. ბატონო მურმან სწორად გაიგეთ ნებისმიერი კონკრეტული თარიღის მიმართ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, მე ხარ რასაც ვაპარაკობ, ყველაფერს პოლიტიკოსებს ვეყნობი, ხო? ისინი რასაც საუბრობენ ჩვენს ეთერებში, რომ ადამიანების შეკრება პირიქით კარგია, უბრალოდ აქ ლოგიკურად არ ჩდება კითხვა, რომ როდესაც ითქმება, რომ ხდება შეკრება, შემდეგ ჩატარდება ეროვნული კრება და შემდეგ დაბრუნდება რეჟიმის მიერ მიტაცებული ქვეყანა, ეს კონკრეტულად რას ითვალისწინებს? გესმით, ეს არის კითხვა, ხომ ლოგიკურია? კი ბატონო, ამაში ხომ თანხმდებით. ამაში ხომ მე ხომ მივდივარ, აი მაგალითად 8 პოლიტიკურმა პარტიამ, 8 ორგანიზაციამ დაანონსა ბათუმში მარში. მე ხომ მივდივარ იქ. რომელმაც თქვა რომ 4 ოქტომბერი მნიშვნელოვანი თარიღია ერთად შეკრების თვალსაზრისით. მე ხომ მივდივარ 2 აგვისტოს, ისიც უნდა მოვიდეს 4 ოქტომბერს. მე ხომ მათ გამოძახილზე, მათ დაანონსებულზე ხომ მივდივარ. ამიტომ რეალური კოორდინაცია და რეალური ერთობაა საჭირო ანა. და არა ფარისეულური ერთობა. ვიძახით ერთიანობა, პოლიტიკური პარტიების ერთიანობა, დასავლური ვექტორის ერთიანობა, რომ მხოლოდ არასამთავრობო სექტორი, მხოლოდ პოლიტიკური პარტიები, მხოლოდ გაბედული მოქალაქეების ერთიანობით შესაძლებელია ბიძინა ივანიშვილის გასტუმრება ხელისუფლებიდან. ვეთანხმები. მოდი გავაკეთოთ ეს. რატომ 8 პოლიტიკური პარტია და არა 18, არა 28? ხო, ჩვენ ხო გაცილებით მეტი პოლიტიკური პარტიები ვართ, ვისაც არ გვინდა ბიძინა ივანიშვილი. ჩვენ ხო გაცილებით მეტი ვართ საარჩევნო ბიულეტენები. ჩვენ ხომ 1 მილიონამდე ადამიანი ვართ. ამიტომ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავ 4 ოქტომბერს და მანამდეც რა თქმა უნდა უწყვეტი პროტესტი. კი ბატონო, ჩვენ 1 მილიონი ადამიანი გამოვა 4 ოქტომბერს, ბიძინა ივანიშვილი 1 საათში არ იქნება. 9 მილიონი გამოვა 2 საათში არ იქნება. 250,000 გამოვა 3 საათი დაჭირდება. 100,000 გამოვა რამდენიმე დღესაც დაჭირდება. მაგრამ ბიძინა ივანიშვილი წავა, აუცილებლად წავა ჩვენი წინააღმდეგობით და დიდი ერთიანი ფრონტის შექმნით. დიდი მადლობა ბატონ მურმან, დაგემშვიდობებით, მადლობას გადაგიხდით კიდევ ერთხელ გადაცემაში სტუმრობისთვის. მურმან